რეზიდენციაში დარჩენა, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტის ფიზიკური დაცვა და ბრძოლა ოპოზიციასთან ერთად. პრეზიდენტი 29 დეკემბრის შემდეგ სამოქმედო გეგმაზე კონსულტაციას სავარაუდოდ დღესაც გამართავს. ოპოზიციური პარტიები სამოქმედო დოკუმენტზე მსჯელობენ, რომელიც კრიზისიდან გამოსავლის გეგმაა. ოლიგარქს კი სამი დღე რჩება, რომ ორბელიანების სასახლეში მივიდეს და თქვას, როდის აპირებს ახალი არჩევნების ჩანიშვნას. კეთი ნადიბაიძე ესაუბრა კონსულტაციების მონაწილეებს, როგორია მოლოდინები, დეტალებით ის გვერდება პირდაპირ ეთერში. დარჩება თუ არა 29 დეკემბრის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლის მასპინძლად და ის დაიკავებს თუ არა ამ რეზიდენციას. ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ ვიცით და ამ კითხვაზე პასუხი არციან არც სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, რომლებიც ამბობენ, რომ ეს პასუხი პრეზიდენტმა არ გაუმხილა მათ იმ არგუმენტით, რომ არ სურს სალომე ზურაბიშვილს მისი სტრატეგიული გადაწყვეტილებების შესახებ პირველ რიგში იცოდეს ქართულმა ოცნებამ. როგორ განვითარდება პროცესები ამას საზოგადოებაც ნახავს უახლეს დღეებში, მოუწევს თუ არა ორბელიანებისთან დატოვებს თუ არა ორბელიანების სასახლეს სალომე ზურაბიშვილი და მოუწევს თუ არა მას ახალი ადგილის მოძიება იმ კონსულტაციებისთვის, რომელსაც ბოლო პერიოდია უფრო აქტიურად მართავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან და ასევე პოლიტიკოსებთანაც. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გუშინ გვიან მორჩა ორბელიანების სასახლეში, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება საბჭოს ფორმატების შექმნასთან დაკავშირებით, როგორც ცნობილი არის, ერთი ფორმატი შეეხება პოლიტიკოსებთან საკონსულტაციო საბჭოს შექმნას, მეორე ფორმატი კი ეს იქნება უკვე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. შესაძლოა დღესაც გაგრძელდეს ეს კონსულტაციები ორბელიანების სასახლეში. სულ რამდენიმე დღე რჩება 29 დეკემბრამდე და სალომე ზურაბიშვილი ჯერჯერობით ასევე ძალაში ტოვებს ბიძინა ივანიშვილისთვის საჯარო მიმართვასაც და იწევს ახალი არჩევნების თარიღის ჩასანიშნად ორბელიანების სასახლეში. შეგიძლიათ ახლა ნახოთ განცხადებები ოპოზიციური პარტიების ლიდერების, რომლებიც გუშინ ამ შეხვედრას ესწრებოდნენ და რომლებიც იზიარებენ ან ნაკლებად ეთანხმებიან ორბელიანების სასახლეში ფიზიკურად დარჩენის შესაძლებლობას. ერთ-ერთი არის მაგალითად გიორგი გახარიას გუნდი, რომელიც ფიქრობს, რომ ფიზიკურად გამაგრება პრეზიდენტის სასახლეში არ უნდა მოხდეს. გეტყვით რა არ მოხდება და არც უნდა მოხდეს არავითარ შემთხვევაში 29 ოქტომბერს. სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილება არ შეწყდება. რატომ? მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური ვადა დადგენილი არის ამოწურული, მთავარი დებულება კონსტიტუციური არის, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთანავე, ანუ როცა ის დადებს ფიცს. ჩვენ ახალი პრეზიდენტი არ გვყავს. მე ვარ მზად, ისევე როგორც ბევრი ჩემი მეგობარი, ისევე როგორც ჩვენი კოალიცია და დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი და სხვა პროდასავლური პარტიები და კოალიციები, მზად ვართ იმისთვის, რომ ეს ბოლო ფორპოსტი ლეგიტიმაციისა დავიცვათ. ნებისმიერი გზით. წინასწარ ასეთი ტაქტიკური გადაწყვეტილების შეტყობინება მეორე მხარისთვის ნამდვილად არასწორია. რომ კარგად მოემზადონ. უკვე თუნდაც განცხადებაზე დაგვემუქრნენ დაჭერით, ეხლა მე ამაზე გამეცინა, მართლა თავისი პულსი დაიჭირო, ნუჭებიათ, ამათ არაფერი აღარ დარჩენიათ. და არა მაგათი შესაშინებელი აქეთ მხარეს არავინ არ არის ნამდვილად. 30 პოლიტპატიმარია ქვეყანაში განცხადების გამო და ლაივების გამო არის ხალხი ციხეში. ამიტომ ეგ არაა საინტერესო, აქ არის მნიშვნელოვანი, რომ თუ ჩაითვლება, რომ ეს ტაქტიკურად ამ ეტაპზე სწორია, მაშინ ჩვენ ამ პასუხისგებლობას ამ აქტს ერთად გავაკეთებთ და მას მარტო არ ტოვებთ. მაგრამ 29 თანაც მე არ არის მე ვფიქრობ აუცილებელი რომ თქვა, აი 29 ყველაფერს გადაწყვეტს. არაფერი ისინი ჩაატარებენ თავიანთ რა უნიჭო სპექტაკლს და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მუშაობას. პროტესტი არ სრულდება, როგორც მე ვგრძნობ. ქუჩიდან და დანარჩენი ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს საერთაშორისო არენაზე. პრეზიდენტის სასახლეში დარჩება თუ არა, ეს არის მისი გადასაწყვეტი, რაც შეეხება ფიზიკურ დაცვას და რაღაცა ფიზიკური პროცესების წარმართვას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ პოზიცია გახლავთ ის, რომ არასდროს არ ვიყავით მომხრე არანაირი ფიზიკური დაპირისპირების და ჩვენ ვთვლით, რომ კონსტიტუციის ფარგლებში შეიძლება დავრჩეთ, უკანონობას უკანონობით არ უნდა ვუპასუხოთ და იმ შედეგების მიღწევა, რასაც ქვია უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება
და ხელახალი არჩევნების დანიშვნა შესაძლებელი არის პირველ რიგში ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის გაგრძელებით, რასაც ადგილი აქვს რუსთაველზე, თუმცა თუ ეს პროცესი და პროტესტი ორბელიანების სასახლესთან გადაინაცვლებს, ბუნებრივია აქ ჩვენ ვიქნებით და გავაგრძელებთ მონაწილეობას, მაგრამ ყოველთვის დავრჩებით მომხრე პროტესტის მშვიდობიანი და არაძალადობრივი ფორმების. დარჩება თუ არა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში, ეს გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს, ან შესაძლოა უკვე მიღებულიც აქვს, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებას გააცნოს უახლეს 2 დღეში, 29 დეკემბრამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ახალ პრეზიდენტად გამოაცხადებს მიხეილ ყაველაშვილს. ნებისმიერ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს არაერთი განცხადებით აქვს გაჟღერებული ის, რომ ის რჩება ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ერთ-ერთ მთავარ აქტორად, გრძელდება კონსულტაციებიც როგორც სამოქალაქო სექტორთან, ასევე პოლიტიკოსებთან. შესაძლოა ეს კონსულტაციები ორბელიანების სასახლეში დღესაც გაგრძელდეს.